მეგობრებო. მოგესალმებით. ნუ გადაიყვანეს კი არა და გადააბძანეს, იმასქნეს, გადააგლისეს, გადააყენეს. ხო, ნუ მოდით განვიხილოთ ხა რამოდენიმე ვარიანტი. რამდენ ხანში აყროლდება? ერთ კვირაში. ერთ კვირაში ესე უწევთ. ერთ კვირაში. რამდენ ხანში წაიქცა? არა, იტყვის რომ გაყალბებული იყო მის შესახებ მომენტში სამეცნიერო ცნობა და დასკვნა, რომ ის ისევ დაავადებ ერთ კვირაში. არა, აყროლდება მე გულისხმობ მართლა რომ გამოვა ვიღაცა N მისი ადვოკატი და ყროლის სუნი აზდისო. ნუ ერთ თვის თავზე. ერთ თვის თავზე. ერთ კვირაში აქცეულს ნახა. ერთ კვირაში დაიწყება ის რომ გაუმგვარესდა ჯანმრთელობა, ჩაერთვება ისო თუ სამი ჩაერთვება ვეღარ ჩაერთვება. ხო, ალბათ ვეღარ ჩაერთვება. დედამისი გამოიტანს ის მამინაცვალი ვიღაცები გამოიტანენ, რომ აგენ მიშა ისე დაუბრუნდა იმ საწყის კატეგორიას, რომელიც ცოტა მოღონიერდა, მაგრამ ეხა ისევ წავიდა და დაეწყო ანორექსია, დაეწყო დემენცია, პობის ნიშნები, ზუსტად იგივე სცენარი იქნება კაცო. და ჩვენ მე ისევ ჩაერთვებიან, მე ისევ თავისი ლობისტები ჩაერთვებიან, გარედან იტყვიან რომ აგერ იმასქნეს, წამების იმას გაუთანაბრეს, მიშას მოპყრობა. მაგრამ ღრმად ფეხებზე ხო არის დასაკიდებელი ამ. კი, მე ერთადერთ თავში რაც მეტრავს არის ჯენტლმენი удачи. Ახსოვს ჯენტლმენი удачи. როგორ არ მახსოვს კი. Тётенька, вам не кажется, что ваше место возле параши? Возле параши. ხო, მაგრამ იქ параши აღარ არის. იქ როგორც ადრე იყო. ისეთი საკლები არის, ცალკე გამოყოფილი ტუალეტი. და ეგეც პანჩური უნდა მიაყოლო. ერთი წლის განმავლობაში უყურეთ ისეთ მისტერიას, ხო, ჭარბი რეალობა მინდოდა მეთქვა, მაგრამ ჭარბი რეალობა არ არის. ისეთ მისტერიას, სადაც ჩართული იყო სხვათა შორის შეპესე აკერმანი, რომელსაც გადაუხადა მიშა მილიონი ზუსტად იმის გამო რომ კი ბატონო, რომელსაც PR კამპანია უნდა ეწარმოებინა, ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ პოლონელი და მათ შორის ვიღაცა ევროპელი ექიმები, რომლებსაც უნდა ეთქვათ, რომ მიშა ყარს, ხრწნის ნიშნები აქვს, თითები ულპება, დემენცია აქვს, დაამარცხა ანორექსია, ბიჭო, ანორექსია ჯერ როგორ უნდა დაგემართოს ერთ კვირაში და მე ეს ანორექსია აირჩიეს, იმიტომ რომ სისტემატიზირებული მკურდა. ანორექსია ემართებათ მოდელებს და რაღაცა დემენცია, რომელიც თან 90% ალბათ არის ქალბატონი. ამ სიგიჟეს ხო უყურეთ, მე მახსოვს დეტალურად მიშა სააკაშვილი რო სვავდა იმ პროტეინებს კუჭის ბარიატრიის მერე და ამას ასაღებდა, ესე იგი, შიმშილად. და შიმშილობაც გაგრძელდა 100 დღე მე მგონი. და არ გახსოვს მანამდელი სიგიჟეები, რომ გორის ჰოსპიტალში მანქანა და ბოდიში კი ელექტრომაგნიტური ტალღებით კლავე. ძაღლი რო ავიწროვდა რუსი ჯაშუში და ოსურ სპეცრას უნდა გაეტაცებინა და ამას დამატებული კიდე ძალიან სასაცილო რა იყო რა, ჯერ ხო 100 დღე შიმშილობას გაუძლო და გადარჩა. იმიტომ რომ ზე ადამიან მასზე არ ვრცელდება რა სამედიცინო კანონები, ზოგადი გაიდლაინები და ამას დამატებული შიმშილობა დაიწყო თუ არა მესამე დღეს თქვეს რომ კვდებაო, ხო? ალბათ. მიშა კი არა, გვარამიამ რო იტირა, გახსოვთ? ვეღარ ცნობს. არა, ეგ მეორე დღეს გამოვიდა თვითონ უარყო კაცო, რას ვერ ცნობია გალავთ ხო არ არის გვარამიაზე. მოკლედ თქვენი აზრით ერთი კვირა მიგვიწია თავს დაიქცევს. ბიჭო, ხო, მაგრამ ეხა აღარ იმოქმედებს, იმიტომ რომ უკვე გასულია ეგ ხალხი აღარ ჭამს რა ამ სიგიჟეს. რატომ არ არის უდიდესი რიგი რუსთავის მე 17 თუ 16 დაწესებულებას და პირველ ზონას უწოდებით. შეიძლება ბარამიძეს ძინავს ჯერ და არ გაუგია. ბარამიძე არ დაიხოკავდა და მივარდებოდა კივილით იქ. შესაბამისად რაპუნცელს ისე შესთხოვდა რომ მაგად მოაგდო. შესაბამისად თქვენ მაინც გონეთ, შეიძლება იყოს ვარიანტი, რომ აღარ გამოჩნდეს ცისკაბადონზე და თავის სიკვდილით აღარ გამოიცხო. სიკვდილით ჩქალებში. მე ეგეთი ეგომანიაკი ადამიანი რომ იქ დაშოშმინდეს, თან ჩვენ ხე ბევრჯერ გულაპარაკია ეგზისტენციური პრობლემა მიშასი რა არის. რომ საკუთარ თავთან და მარტოობასთან აბსოლუტური ვერ შეგუება. ამშობა გასულ ტელევიზორი აქ რო ქონდა ისეთი იყო ძმაო ტელევიზორი და სივრცე და მოუვლა და ჭამა და ვიზიტორები დღეში 20 და რას მეუბნები და მანდკვდებოდა და მანდლპებოდა და წამება არისო ის ფანჯრიდან უყურებო მზესო ამდენი ხანიაო კლეტკაში ხედავო ცასო ჩიტითით ვერ დამისვიაო ძმაო ეხა არ მიაგინებენ ის მეგონი როგორი ციხია არ ვიცი ბიჭებო თუ ეს ბოზებიც იქ ცხოვრობენ
გვარამიები და იმას ისინი ალბათ არ მიაგირებენ. ისინი არ მიაგირებენ. შუმოქს არ აუწევს გვარამი. პატრონები თუ ცხოვრობენ, აბა ხა დაბრაპარეადეჩნი. არესტანტები. ხო, ისეთი ხალხი, პუჭოვი ხალხი და ბრადიაგები თუ ცხოვრობენ. ბრადიაგებში ჩასვა მიიშაწარმეთქინე, მაგიში და ვიღაცა. ბრადიაგებში კი არა, ყოფილი გაიშნიკები რო იყო ისეთ კეთილი ხალხი, ხო იცი? ეხა აღარ არიან, მაგრამ მაშინ ხო დაიჭირა მიშან ბევრი. აი მაგაჩიც რო ჩასვა, მაგაშიც გაგიჟდება რა. ლოცველებში. ლოცველებში ხო, ლოცველებში. მანდაც გაგიჟდება, ყველგან გაგიჟდება. ციხეში, კაზიოლებში. კაზიოლებში ხო. კაზიოლები დაჭაგა, არა კაზიოლებში. კაზიოლებში უნდა იმუშაოს. კაზიოლებში რას ამბობ? შენ პროსტა წარმოგენია კაზიოლებში რომ მუშაობს. კაზლიატნიკში ამას მაგრამ რა უნდა გააკეთოს? ტერიტორია დაგაოს ზაპრეტკა. ქათმებში. არა, ქათმებში არა. არა ძმაო, ქათმებში არა. ბრიგადირი. ბინა. ვინ და მე ესე ადამიანს ცხოვრებას ვერ გაუმრუდებ. არა მაქვს გაკათმების საბაბი რა. შენ გადაწყვეტ. თან მაღაზი მაღალი კონკურენცია უკვე მისი კოლეგების თვითონ მოითხოვს. ამაზე იგონოს რომ იგლია რაღაცა ისეთი. შენ არა ამაზე იგონოს რომ იქ შემწყნარებელი ხალხი. ფოტოები ხო გადაიღეს. ფოტოები გავრცელდა თავის ძოზე მაგის საკნიდან და ძალიან დაემთხვა გოგა ხაინდრავას ფილმის ნაწყვეტს და არეულობა არ ქვია ქაოსი რა. ხო, მე ძალიან მიხარია, რაც მეტი ცუდად იქნება ეს ცუდი ადამიანი, მით უკეთესია რა ჩემთვის. პირადად ძალიან მიხარია, ძალიან რა. აი მადლობა როგორც იტყვიან თავრობას რომ ეს გაკეთდა რა. ხო, სიხარულით ეს არანაირი ემოცია არ გამაჩნია, უბრალოდ ეხა აშკარად სამართლიანი უფრო ასეა. სამართლიანი უფრო ასეა კი რა. და აღსრულე აუცილებლად ეხა. აქამდეც უნდა გადაყვანილიყო და რა თქმა უნდა. მეორე თემა და სხვა შორის მე მგონი კარგი იქნება, რომ ის ვადა, რომელიც ამან ვივამეთში გაატანა, რომელიც არ არის პატიმრობა, ჩამოაკლდეს და დაემატოს ეხლა. ანუ ის ათლა დაემატოს ახლა. გეშინია წინ ძალიან საინტერესო საქმეები გვაქვს. იმიტომ რომ ანუ უკვე უსამართლობა ეგაა. აი ბაჭო. ამას რო ეგ 2 წელი რო ეკვითება იმაში ვიუამედის იმენ დუპლექსში გულაობდა არ მოსულა ეგ აგრას ეგ არის უსამართლო. ხანდახან ფიქრობ რომ ამაზე სადისტური რა უნდა ვთქვა და ბაჭო ყოველთვის ახარებს ჩვენს ნამდვილ ტელემაგნებელს რომის პაბზე უფრო კათოლიკე. აი აშკარად და არა ეხლა წინ არის საქმეები არ მიუჯიათ მაგალითად საზღვრის გადაკვეთაზე შთანთქავს თუ ნაწილობრივ შთანთქავს თუ დაუმატებს საზღვრის გადაკვეთაზე ვერც მიუჯიან იმიტომ რომ მისმა ადვოკატმა ძალიან კარგი პოეტური ნათქვამი ხო ეს საბოტაჟის საქმეზე ეხლა რომ საზღვრის კვეთა კი არა ეს პოეტური აქტი იყო და ეხლა საბოტაჟის საქმეზე რევოლუციის საქმეზე ხო არის ერთ-ერთი ფიგურანტია სისხლის სამართლის საქმის აი ამებთან ოდისევსი რო ითჰაკაზე მისული დაეპატიმრებინათ ხო იგივე იქნებოდა გასაგებია ეხლა მოდი ისა გადავიდეთ გახარიაზე რომელსაც აგრეთ 13 წელია სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და გადავიდეთ იმაზე რომ არ შეერგო რა რაც არ უნდა მე უფრო კარგი გამონათქვამი მაქვს მაგრამ უხეში სიტყვებით არის ანუ ყველა ხრახნიან რაღაცაზე მეორე ხრახიანი რაღაცა გამოჩნდება ვინც ეს ციხური ანეკდოტი იცის ზუსტად გაიგებთ თუ რის თქმა მინდა მოდი ანა ბუჩუკური გავუშვათ და რას ღაღადებს ბუჩუკური მისი გუნდის წევრი გახარიას სისხლის სამართლების დევნის დაწყებაზე ვარა იმანშვილის მთავარი მიზანი არის რომ გიორგი გახარია პოლიტიკური სივრციდან გააქროს და გიორგი გახარია პოლიტიკური სივრციდან არ გაქრება როგორ არ გაქრება რა ფორმით როგორ რა ფორმით დარჩება ანუ ამის თქმა მინდა ანუ როგორ იქნება ის აქტიური პოლიტიკის მონაწილე მით უმეტეს ემიგრაციაში ყოფილი ანა მიუხედავად იმისა რომ ის ფაქტობრივად იძულებულია რომ არ იყოს ანუ დატოვებულია იძულებით სამშობლო ოჯახი ასაკიანი მშობლები და საყვარელი ადამიანები ამის მიუხედავად გიორგი გახარია 24 საათი არის ჩართული ქართულ პოლიტიკურ პროცესებში 24 საათი Facebook-ზე ამას პირადად როგორც მოწმე მორიგე გასაგები ეს ხო იმის კამერამენია
ლაივებზე ხო ამას უჭირავს ხოლმე იმისი ტელეფონი. ხან ამას უჭირავს, ხან იმას უჭირავს. ეგეცაა. შეიძლება ეხა ის უღებს ამას. შეიძლება ის იმას უჭირავს, შეიძლება ხან ამას უჭირავს, მაგრამ როგორ არ გაქრება, გამქრალი არ არის? ძალიან კარგი კორმაკ მაკარტის ნაწარმოებია, შემდეგ ძალიან კარგი კოენების ფილმი, მოხუცების ადგილი არ არის. ჩვენ მივიღეთ, რომ გნიდების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. და ეს მიდის ძალიან კარგი სვლით. და ის ვინ არის, იმით რომ დადის? ანტონ შიგური? ხო. ეგეთები არ ეგ ჩვენ ვართ, ეგ ჩვენ ვართ, ხო? ძალიან აუღებელად რომ ბაზრო. ანტონ შიგური ძალიან მაგარი პერსონაჟია. ძალიან. შანსს უაძლევს, რომ ვიღაცას მონეტა აგდოს, ხო, მაგრამ ხო, მონეტა აგდოს, რაღაცა კითხოს და გადარჩეს. ბედისწერას მიანდოს. ბედისწერას მიანდოს, დაახლოებით ეგეთი ამბავია. გულმოწყალე. ლაშა ბუღაძე მეორე გულმოწყალე. აი, კორმაკ მაკარტი ვახსენეთ და ქართველი დიდი კლასიკოსი. კაცებს გონიათ, რომ რუსთაველზე მდგომ ხალხს აქვთ პატენტი ერთგვარი და ექსკლუზივი აღებული პროტესტზე, მაშინ ეს არის ჯეთი მწარე შეცდომა და თან არის დიდი უსამართლობა. იმიტომ რომ ეს ეხება ყველას, არა მხოლოდ ქეთის, ლაშას, სესოს და იქ მყოფ ადამიანებს, არამედ მთელ საქართველოს და მეც უკვე ამ დღეს სახელები ჩამოთვალა. ერთმა ადამიანმა მკითხა ასეთი რაღაც, რომელიც ძალიან გულშემატკივრობს პროტესტს, ძალიან ესე თავის პროფესიაში საკმაოდ წარმატებული ადამიანია, ძალიან პროქართული პოზიციები აქვს და ოპოზიციის ამომრჩეველია, რაც თავარია, მაგრამ არის ესე თქვა ძალიან ესე რეალიზებული თავის პროფესიაში და როდესაც მასთან საუბრობდი, მამკითხა, ტრადიციული ქართული შეკითხვა, გვეშველება რამე ოღონდ არა რიტორიკულად და კომიკურად, არამედ რეალურად რა გვეშველება და მეც რაღაცა ესეთი ტრადიციული ინერციით რაღაცის ლაპარაკი დავიწყე და მე რო წამოვედი ამ ადამიანისგან, ხო, ასე თქვა ამ საუბრობ რას მეკითხება მე ზუსტად იმდენი ვიცი, რამდენიც იცის მან. ის რაც გაწაღებული იყო ამას რო და არც უნდა კითხო, ხდები? კი, მაგრამ ისიც რაც გაწაღებული იყო ამას რო კითხა. არა, ის ბიჭო, მე ხო გეუბნები, არიან ეგეთი ადამიანები, რომლებიც თავის პროფესიაში შეიძლება რაღაცნაირად წარუმატებიან, მაგრამ ხელოვნურად არიან ბაბში შესრულები. ეგენი გადარჩებიან სხვათა შორის, მაგრამ კითხა და ამან რო ავხსნა და უწყო, მე უცებ მიხვდა რომ მე არ ვიცი. ანუ რა გამოდის პასუხისმგებლობას ვინ იღებს? აი მოდის პირდაპირ თქვა. ეს ხო არასოდეს ეს მართლა ეს გაწუწული ვირთხა. ხო არასოდეს დაუჭერიათ. არ დაუჭერიათ. ხო გზავნის ვიღაცა ტიპებს, უპოვარებს, მოხუცებს, უკურნებელი სენი რო აქვს ისეთებს ხო აგზავნის ქუჩის გადასაკეთად. უბრალოდ ხო გულშემატკივრობს მათ. ერთხელ ხო არ უთქვია აი ამას. აი მურიჭოს ერთხელ ხო არ უთქვიათ რომ ნუ შვებით მასე დაზიანდებით ხო არ უთქვია, უთქვამს ეგეთი რაღაც არ უთქვამს. ანუ პასუხისმგებელია, ხო? რას ქვია მე ვინ მეკითხება? მაშინ თუ შენ გული შეგტკივა, გამოდი თქვი რომ აღარ გადაკეთოთ ქუჩა. არა, აქ თავის სხვა რაღაცა მე მგონი, იმიტომ რომ ესენი ხო ბაზრობენ მათ შორის აგერ ეს არის მაგალითად ლიტერატურის სფეროს წარმომადგენელი. მთელი ქართული სახელოვნებო ნაღები ელიტა ჩვენ ვართ. ხო არის რომ ანუ ქართული თანამედროვე შემოქმედებითი სივრცე დგას ამათ მხარეს, ხო? ეგრე ამბობენ. რომ ისტორიის წონხარეს და ელფები ეგენიანია. რომ ამდენი ის რომ შეიკრიბა, აგერე ბუღაძე შეიკრიბა, იქ ვიღაცა მელექსე, იქ ვიღაცა ლესავი დადგა ესე და ასე შემდეგ. ანუ სრული ის აქვს, თუ ყველა დარგში, სახელოვნებო დარგში ელიტა რა. რატომ ვერც ერთმა ამ გენიოსმა ვერ აღელვა თავისი აუდიტორიის მცირე ნაწილი მაინც, რომ დოი სად არის, ანუ დოი, ხო? ანუ დოი, ეგ კაი გამახსენე, რომ დოი დიდი ხანია. დოი სად ახარ? სად არის? მართალი ხარ შენ? სად ახარ, ჩემი კაცი? ხო და უყურე, ბიჭო, თუ შენ ხარ ხელოვანი და გაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ თავარი ხელოვანები საქართველოს, რატო ვერ დაწერე ვერაფერი, რატო ვერ დაუკარი ვერაფერი, რატო ვერ გადაიღე ვერაფერი? საპროტესტო სიმღერა რატო ვერ შექმნე? რომ კაი ზმაო, ამ პროპაგანდას რატო ვერ აჯობა შენმა გენიალურმა შემოქმედებამ მაშინ? იმიტომ ჩვენ სიმართლე გვაქვს. რასაკვირველია, იმიტომ რომ პირველი, იმიტომ რომ ესენი არიან რეალურად ისტორიის ყველაზე წვდიადით მოცულ მხარეს, მეორე იმიტომ რომ არიან ძალიან უნიჭოები, მეტი რო არ შეიძლება ისეთი უნიჭოები და მესამე და ყველაზე მთავარი ესენი არიან მარგინალები. აშკარად არ შეუძლიათ ზმო რიგით ადამიანთან საკომუნიკაციო ენა გამონახონ. ამაც რიგითი ადამიანი არის ფუ. როგორც აი გუშინ ანუკა ჯორჯონე გაუშვით, ხო აი მე მამაოს შავი აცვია ფუ. ეხა შეიძლება ამისთვის არის რომ აი მე იმას სუნიაზდის არიბას. ანუკა ჯორჯოლიანი არის ზუსტად წვადი შეწვა ფუ. ანუკა ჯორჯოლიანი არის ზუსტად
ზუსტად კარგი მაგალითი. ამისთვის ეს ტიპი კაი მწვაც რო წავს ხვდები რა არის? ხო, ალბათ შეფი უნდა იყო მარტო რა. სახში თუ შეგიძლია კაი მწვაც შეწო დახეული. რას ნიშნავს? ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ რა. მე არ ვიცი. გავში. ანუ ძმაო ეს არის ალბათ. აქ დააკვირდი ხა. ალოკეს დააკვირდი? ნახე ალოკა. დააკვირდი. ხო, ჩვენ გაგვიშვით, გაადიდეთ და გადაახვიე და ალოკეს ალოკვა დავაფიქსირებინოთ მაყურებელს. ალოკეს უყურეთ ეხლა როგორ ალოკავს. როგორ? აბა! ნახე ბიჭო, ოჩა. იმენა მისტერ კუნელინგუსია. არა, შეიძლება განასახიერა ადობნი ჯაქსალიზმი. ადობნი ჯაქსალიზმი მე არ მინახავს. ან ხლიკი ხო შეიძლება და ეგრევე იქ მიდიხარ სექსზე და პორნოგრაფიაზე. იქნებ კაი, მაშინ ჯაქსალიზმზე წავალ. ადობნი ჯაქსალიზმი მე არ მინახავს. სხვაში ეს არც ტრენდი არ შემხვედრია. ეს ტრენდი არის. ეს ტრენდი არ ვიცი მე ანუ შეიძლება ესე ცდილობ რომ ტრენდი და რატო ესე რაღაცა TikTok-ს სხვაჩორის არ უთმობ ცოტა დროს. ხო, მაგრამ ნაკლებად და გოგოებო არსებობს ეს ტრენდი? არ ვიცი, მართლა არ ვიცი ეს ტრენდი რა. ამ მუსიკაზე არის და ასე არც ეკვავი და რატო მაინც ვნება ორი რაღაცა ბრომანსი რატო იჩითება ასეთი? აქ შენ რამე მეგობრობასთან კავშირში მყოფი დაინახე? მე მარტო დავინახე აღვირახსნილი წყალწაღებული სიგოიმე. მეტი ვერაფერი ვერ დავინახე აქ მე. კი ბატონო. ან რამე ჩანდა აქ ან მეგობრობა ან თანამებრძოლობა, სამშობლო. არა. მოდი გავუშვათ კეთი დევდარიანი. ახლა რაღაცის ჭრიჭინების ხო, გადატანართულია რაღაცის, ხო, ანუ მეტაფორიზირება ამის, ხო, მეტაფორიზირება. რაღაცა გერიდება, რომ ფილმი ნახო. აბსოლუტურად გერიდება. კინოში არ დაგინახონ, რომ ფილმს უყურებ, იმიტომ რომ ესეც არ არის ადეკვატური. აი ეს გააკეთეს, რომ არა ადეკვატურია ლექსის წაკითხვა და კონდროს სულელის ფორმას იღებს, აბსურდის ფორმას იღებს ყველაფერი. ანუ რას ნიშნავს ესენია? ტუალეტში არ დადიან და გადაცემის საყვანა რატო არ არის მაშინ უხერხდებიან. არა, გადაცემის საყვანა რატო არ არის? რატო ხარჯავენ იმ დროს რომელსაც ხარჯავენ ამ გადაცემას და რატო არ დგანან პროტესტზე და რატო არ არიან? პროსტა წარმოგიდგენე ლაშა ბუღაძე დეფეკაციას ხო განისტის რა? მაგან ხო თქვა კაცო მე თუ ეგ რატი თქვა? თუ ორივე მთქვეს. ამან არა. უნიტაზე ხო ჩდება დეფეკაციის. რომ ბოდიშ სუხტის თანამებრძოლებს რომ აი რა შემომინდა. შემომინდა. აი ბოდიშ ეგარ შევიკავე. უნებრივ მოთხოვნებას არა, ყველაფერი აბსურდულია. დაკარგა. 3 დღე ვითმინე, მაგრამ დღეს აღარ შემილია. ეს აუცილებელია. ანუ რა დაკარგა? ბოდიში რო ეხა მე ამას ვაკეთებ, დიდი ბოდიში პროტესტის ღმერთებო. ანუ ესენი უნდა მივიდნენ იმასთან მამარუსუდათან და აღსარებაში ჩააბარო. გუშინ გიაბუღაძე არ გუშინ Spotify-ზე შევიდი. და გიაბუღაძე? არა. თუ რამე ძალიან საინტერესოს არ ამბობს ჩვენ მაყურებელს. ზურაბიშვილს უხურებს მაგრათან. ძალიან გავწირავ ჩემ თავს, ჰა. დავიდა. ზურაბიშვილის მიმართ იძახის. სალომე ზურაბიშვილი და თურმე რუსულ პროექტში უწოდებს თურმე იმას რა პაატას ბურჭულაძეს ახლა ატას ჯერეგათი თვითონ ქვას აღიაროთ რა დაწერა მაშინ რა ინტერვიუები აქვს მიცემული ჯერი თუ არ ყოს პირობს და მე ელაპარაკოს საერთოდ ვინმეზე მით უმეტეს პაატა ბურჭულაძეზე გია ასე რომ რაიო მასე არ არის რა მასე არ არის გეთახმები მასე არ არის სალომე რო ჩაერთოს და საპირისპირო და გაგეთახმებს ხალხო ასე რომ მე ეხა უდიდეს პატრის მის ძმას და მის ოჯახს ბატონი ოთარი ჩემთვის არის სამაგალითო პატრიოტი ადამიანი კიდევ შემდეგ მალე სიცის უდიდეს და მის მე რა მაინტერესებს ბოლოს 3 წელი ესენი არ ამბობდნენ რომ ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური პერსონა საქართველოს სალომე ზურაბიშვილი იყო და ბოროსკენ გადაუხვიეს და ის ვინ თქვა ეგო იაფარულაო თქვა იაფარულამრონ თქვა იაფარულავას რუსული სპეცოპერაცია არის სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის მინდა იაფარულავაზე ერთი ამბავია ატეხი კაი ვალერი გელბახიანი თქო აუ კაი ჩაუწყდიათ დიდ გაიცავ დემოკრატია რა მაროდის იყო საქართველოს დემოკრატია ნუ ვიტყვიერთ ახლა თავს როდის იყო შორნაძემ სადა აკუბარ ისე სწორი კონცერტ ჩაძირა ქვეყანა და მე დემოკრატია აღარ მუშაობს всё გავაჭრო ნიშა
ხო მაგარი აკუბალო აფშე ყველაფერს დეთახლა დედამიწა ხო ყელია არ ვიცი რომ ყელია ეხა რო დაუყიდე შევარდნაძის დროს მართლა იყო დემოკრატიული პროცესები რა просто გინდა დაჩაჩანებული ქვეყანა ეხა ინსტიტუციები რო ქაოსი იყო ინსტიტუციები რო სუსტი გაქდა პრეისტორია ამხელა საბჭოთა კავშირია დანგრეული და შემდეგ სამოქალაქო ომია იქ რა თქმა უნდა ინსტიტუციები სუსტად იქნება თუმცა დემოკრატიის სხვა პარამეტრებში პლურალიზმი პოლიტიკური სუბიექტების სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ შევარდნაძის დროს იყო და სხვათა შორის მიშა რასაც იბრალებდა ეგ დაიწყო შევარდნაძემ IMF-ი, მსოფლიო ბანკი, ევროატლანტიკური სტრუქტურები და ასე შემდეგ. NGO სექტორის გაძლიერება ვანიამ დაიწყო. მიშა რასაც იბრალებდა, ეგ შევარდნაძე. ევროკავშირის ადმირალ ტოლვა, რა თქმა უნდა. მოდი გავუშვათ ლომჯარი, აი ნახეთ რა სამობს. სწორედ მაშინ, როდესაც რეჟიმი ფიქრობს, რომ ყველაზე ძლიერია, მას უნდა წინააღმდეგობამ დაუპირისპიროს ისეთი გეგმა და ისეთი ხედვა და ისეთი მზაობა, რასაც რეჟიმი არ ელოდება. და რასაც რეჟიმი არ ელოდება, ეს არის ორგანიზებულობა და ეს არის ასე ვთქვათ, წინასწარ გათვლა პოლიტიკური ნაბიჯების ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციურად ამბობს ადამიანი, რომელმაც ყველაზე წარუმატებელი მოძრაობა დააფუძნა. მოძრაობას ერქვა ევროპული ორბიტა, ხო? ერქვა მოძრაობას. ორბიტა. ტიპა გააკეთა ამის პრესკონფერენცია მოაწყო, დაპატიჟა ყველა სანაცეთი და სალიბერალეთი. იქ იყო ხო, მე მგონი სტამბაში. კლამის პირველი კადრები ვნახეთ და მეორე დღეს ეს მოძრაობა აღარ მოძრაობდა. ხო, აღარ მოძრაობდა. 380 მეტრიანი რაღაცა რო დაწერეს მეგობარი აქტი, ეს გიგანტიზმი ნაცისტი როგორ გიგანტური ხარდაწერა. არ ვიცი, 380 მეტრიანი. სულ ხამსი რაღაცები მომდის, როცა 380 მეტრიანზე საუბრობ და არ შეიძლება რაღაცა ფრიჰოლ ჰელია. არსებობს? ფრიჰოლი. ფრიჰოლი? გავუშვით. ქრისტო სტოიჩკოვი. არასოდეს შენ პარტიის პოზიცია არ ყოფილა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა დაკარგოს უვიზო მიმოსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი და მეთოდეს კანადის სტატუსი, მაგრამ მაგასთვის დაწესებული შეზღუდვები. მე ასევე მე ვემხრობი, ეხლა ვიტყვი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი კი, ძალიან დიდი სიამაყით ვიტყვი, ესეც მაგ ნათქვამი ათობით ეთერში, ისე როგორც ის მაგ ნათქვამი კონკრეტულ კოცებს, კონკრეტულ პირებს, რომელიც არიან ჩართული დანაშაულში, კრიმინალურ ქმედებებში, მაგალითად ადამიანთა უფლებების ხოშ კათალაში აქციული ადამიანის სახეში ცემაში საქართველოს საგარეო კურსის მიტაცებაში არჩევნების მიტაცებაში ამ პირებს უნდა დაუწესდეთ სანქციები კიდევ ერთხელ ვიტყვი ხმამაღლა ღია ეთერში პირდაპირ ეთერში ამახი ეს არის სწორი მაგრამ ამის დედავატილი მართლა ძალიან სუეტნაირი ხდება მოდი ამოვიღოთ რა ხმარი თუ მაგარი არ თქვა გლები რა გელი არ არის მაგრამ რაღაცა ცხოველი რო გამრავლდება ნადირობას და მოკვლას ასიძახიან ცი ამოღება ბუნებიდან და სატელევიზიო ეთერიდან ამოვიღო თუ რამე ტყირამალა არ დადგა არ სილა არ გააწნეს რაღაც მართლა ბრინკაც აღარ არის უკვე რა ადრე საინტერესო იყო რომ ბრინკა იყო თეიმურას ხევისთავი რა და ეხლა რაღაცა ამაზენია რა თან ამის პარტიას ხურავენ ხო როგორც მე ხვდები ესაა ბრინკა ლაშა ბუღაძემ რო დაწეროს ხო მაშინ იქნება ზუსტად ლაშა ბუღაძე რას დაწერს ეგ კიდე საკითხია რა ცოტნე კობერიძე აბა ვა უდაბიჭა დაახსენე უდაბიჭი მართალი აი კარგად ასე საუბრები რომ იდის ვიღაცას მოღალატეობას აბრალებს მე არ ვიცი მანდ რა ტიპის ერთობა გამო არ მგონი არავინ გამოვიდეს იმის თანამართებაში უფრო ლოგიკური იქნება რომ რაღაცნაირად ის ხმები რომელსაც მოძრაობას ქონა ვარდების რევოლუციის ელიტას რაღაცნაირად ერთად ეფიქრათ ამაზე და თუ რამე ანუ 4-5 გაერთიანება იქნება ყველაზე უფრო ადეკვატური იქნება გამოდგნეს აქედან თუ ეს ერთად რაღაცა არ დგებიან მაშინ რა არის ის ერთობადას ლაპარაკობი და რუსეთია და ამას ეს ყველაფერი იქნებოდა წარმოუდგენელი უბრალოდ მე მაინც ახლა ამაზე დიდად არც ნერვი არ მეშლება არც დიდად ის აღარ მაინტერესებს იმიტომ რომ იქნება სამწლიანი სიჩუმე იქნება სამწლიანი ვარჩევნებობა და ამ დროის განმავლობაში ვიღაც ეგეც მეორე მეგობრებო ჩვენ თანხანმოურავი რო არის იმის ვიდეო გვაქვს ბიჭო მე ეხლა აქ სანამ მუჰამედის არაფრის მომცემ ვიდეოს ვუშვებ მანამდე ჩავხედე და არ მქონდა ნახე ეხა ვნახე ეს მეგობარი აქტი როგორცაა დაწერილი რა ჯერ ერთი მაგარი არევიათ
ხო. ბუსტერა არ ცოდნიათ, მაგრამ. რაზე გაშვებაც არ შეიძლება. სად არის გარემოს დაცვითი NGO-ები, როდესაც აგერ ამხელა ტერიტორიას არეკრეაციო ზონაზე დაზიანებულა ანგელოზივით გაზონი. რატო არ იღებენ ამაზე ხმას? მართლა რამხელა ჰექტარული ის გაუფუჭებიათ ბიჭო ამათ. всё. ზეთხედი ნახე? აი თუ შეიძლება გაუშვათ ეს რა. ეს არის კაცი, რომელიც ეწინააღმდეგება არაბულ ინვესტიციას. მოთხოვთ გაუშვათ. გავუშვით? ზა იყო მაჰმადის ბიძა. პირველი მაჰმადიანური სწავლებით, ესე იგი პირველ მოწამე მაჰმადიანით. ხამზაითთა შთამომავალი ვარ. ბატონო. პირდაპირ მაჰმადის ალითთა შთამომავალი ვარ. ომეიათთა და აბასითთა სხვადასხვა ხაზებით. მაგალითისთვის გააჩვენოთ ხაზები აღარ მე ის ჩასწორება მევასება. და ღვაწლაცემული ადამიანი მაჰმადის თავმავალი თუ არის ამ თავის არაბებს რატო ეწინააღმდეგება ვერ გავიგე რაღაცა ცოტა გაიკითხოს ნათესაობაში ნათესაობა მუთხრას პირდა ან ესეთი კაცი აქ თუ გყავს იქით რატო არ მიდის თელი აღმოსავლეთი შიიტები და სუნიტები ყველა მაგის შთამომავლები ვაიმე აი ეს ხალხი არის არაბული ინვესტიციის წინააღმდეგი როგორ შეიძლება მაჰმადის ღმერთო შეიძლება სადაც ლიბერტარიანელები არიან ლაპარაკობ მუსულმანებს ხო არ სადაც ფუნდამენტალისტი ლიბერტარიანელები არიან ინვესტიციის წინააღმდეგ იქ მე არაფერი აღარ მიხვდს კი ბატონო კაი ნუ ეს ბოლო იყო აკორდი საინტერესო მეგობრებო უღმესი მადლობა ჩვენ რა თქმა უნდა მივიდეთ ახლა დიდი კაპაციტეტებით უნდა მივიდიოთ მიშას წაქცევის იმას რა ქვია ტრაექტორიას გამოცხადებული წაქცევის ქრონიკა. რა ტრაექტორიით დაინარცხება? ანუ შენ აზრევ ერთ კვირას. და დაიწყება რომ მე გეუბნები დაეცა იქით კვირის მაქსიმუმ ხუთშაბათს გააცემას ჩვენ უკვე დავაკომენტარებთ მის პირველ სიმპტომებს. ხო რა? შენი აზრი. და ანუ იქ ეგრევე არ მოკვდება, ხო? არა, არა, რას ამბობ. იუდეს არა ეს იქნება ისევ დროში გაწელი, შეიძლება ისევ შიმშილობა დაიწყოს. შიმშილობას დაიწყოს. მე რა თქმა უნდა ატყდება ის რომ აგერ მე 5 დღეს შიმშილობის უკვე რაღაცა. მაგრამ ვაფშე არავინ არ გამოეხმაურება. როგორ რა ფულებს გადაიხდის კაცო რომ გამოეხმაურა. და რასა გია ბარამიძე რომ კივილს დაიწყოს, მაგას გააჩუმე. ეგა რაც არ უჭერს. ლიუს მე შეფერხორციანდაო, ჩემი სეფეკალიო და რასა. ვინ ვისი სეფეკალია გეცაკესაკე. კარგი, ნახოთ, ხვალაც ამ კვირის არის და ხვალ ნახოთ როგორ რა ინფორმაცია წამოვა. ცოტა გვიან ხვალამდე